ბატონ ვლადიმერ, მადლობა რომ გვერდთვებით. მაინტერესებს თქვენ რატომ არ იმყოფებით წვეულებაზე? დიახ, გესმით ჩემი ხმა? გისმენთ, დიახ. თქვენ რატომ არ ესწრებით ამ წვეულებას? მე არა ვარ მიწვეული ამ წვეულებაზე. ეს უშუალოდ ამ წელს არ მეგიწვიოს თუ ზოგადად არ გეძახიან ხოლმე? არა, იყო გარკვეული წლები, სადაც არ ვიყავი მიწვეული. ზოგიერთ შეხვედრაზე. და თქვენთან ერთად სხვებიც არ მიიწვიეს, რა ინფორმაცია გაქვთ ამასთან დაკავშირებით თუ მხოლოდ თქვენ? არა მაქვს, ეს ინფორმაცია არა მაქვს. მე ვიცი რომ მე არა ვარ მიწვეული. ჩემთან ვინმეს რაიმე коммуникация ამის თაობაზე არ ქონია. და ვის აქვს ხოლმე კომუნიკაცია, როდესაც გასულ დროში შექრება ვინც არის შექრებების ორგანიზატორი ზოგადად ის ახდენს. ეხლა შეხვედრა ისე ვერ მოხდება თუ ორგანიზაცია ვთქვა არ გაუწია ვინმე, მაგრამ მე მინდა თქვა რომ თუ ეს არის ნამდვილად კორპორატიული შეხვედრა და მე ვთქვათ როგორც წინა შემთხვევებში იყო რამოდენიმე შემთხვევა რომ მიწვეული არ ვიყავი ეს მე ამით არ დამაკლდება არაფერი, მაგრამ ზოგადად ამ კითხვის საპასუხოდ მხოლოდ ერთ რამეს ვიტყვი რომ მე ზოგიერთი მოსამართლეების მხრიდან უკვე არაერთი წელია არ მიგვიც სულ დაბალი ქმედებები ჩემს მიმართ. აი ამას ვიყრი მხოლოდ შეგიძლია დაგვისახელოთ კონკრეტულად ვის გულისხმობთ? აი ვისაც გულისხმობ კიდევ დამიკავშირდნენ და მათაც მე მგონი ესე უთხარი ვისაც გულისხმობ თვითონ მიხვდება კარგად. მათ შორის ლევან მურუსიძეს გულისხმობთ? არის ახლა ამაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ ახლა კონკრეტულ სახელმწიფოებზე ვერ ვილაპარაკებ ასევე უფრო ცლად უფრო დეტალებში იმიტომ რომ ერთადერთი რამ რასაც ვფრთხილდები ეს არის სასამართლოს პრესტიჟი და ვალდებული ვარ ყოველთვის დავიცვა სასამართლოს და ქართული მოსამართლის პრესტიჟი და კიცება. ამიტომ სხვა კითხვაზე ვერ გავცემა. ბატონო ვლადიმერ, საინტერესოა თქვენი ეს კომენტარი, რა თქვენ ხართ მოსამართლე, რომელმაც არჩევნებზე ხმის ფარულობის დარღვევა დაადგინა, ამას უკავშირებთ თუ არა თქვენს კონკრეტულ გადაწყვეტილებებს? ესე ჩამოყალიბდეთ 2013 წელსაც, როდესაც სასამართლო რეფორმას დაუჭირე მხარი მიხიათ, მაშინაც მოხდა ესეთი შემთხვევა, რომ მოსამართლის დღის მიღწეულ კორპორაციულზეც არ ვიყავი მიწვეული. ეს არ არის პირველი და მეორე შემთხვევა. კიდე იყო მსგავსი შემთხვევები. ეხლა ეს რაზეა დამოკიდებული, ამას ვინც ხვეწ ეს როგორი საფუძველზე ხდება, ამასთან დაკავშირებით კომენტარი მე არ მინდა გავაკეთო, თუმცა მიხვედრა არ არის რთული. მოდი ამით დავასრულოთ, მე მეც ეხლა არ მინდა მე ამას დეტალებში შევიდე კიდევ ერთხელ, იმიტომ რომ ძალიან დიდ პატივს ვცემ ჟურნალისტებს, ძალიან დიდ პატივს ვცემ საზოგადოებას და ძალიან დიდ ერთი კითხვა, ბატონო ვლადიმერ, ცოტა ხნის წინ დიახ რა კი ყავს საუბრობ სასამართლო სისტემაზე და მართლმსაჯულების როლზე მთელ სამ პროცესებში, ცოტა ხნის წინ ჩვენ უსმენთ მოსამართლე გრიტიშულს, რომელმაც ასეთი რამ თქვა. სანქციები არავის ეშინია. სანქციები ზოგადად რამდენად არის დამაზიანებელი მოსამართლეებისთვის და ზოგადად ამ სისტემისთვის? კომენტარზე, სხვა მოსამართლის კომენტარზე ვერავითარ ასე ვთქვათ შეფასებას ვერ გავაკეთებ. იმიტომ რომ მე მგონი რომ ისედაც საზოგადოებისთვის ყველაფერი ცხადია. კარგად იკავით, დიდი მადლობა. კი ბატონო, დიდი მადლობა პირდაპირ ჩართვისთვის. სატელეფონო ხაზზე იყო თეთრი წყაროს რაიონული სასამართლოს მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუა. საინტერესო კომენტარი გააკეთა მან.